ჟიჟილაშვილის სტუდია დღის 4-ზე. გამარჯობა, ეთერშია ჟიჟილაშვილის სტუდია. ჯონ კერის ვიზიტზე ვისაუბრებთ დღეს. დილით უკვე მოხდა შეხვედრა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან. თავისუფალი დემოკრატი ვიქტორ დორიძე ახლა ჩვენთან სატელეფონო ხაზზე. გამარჯობა ბატონო ვიქტორ, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, ნინო, მეც მადლობა. ბატონო ვიქტორ, რა იყო მთავარი აქცენტები დღეს თქვენი პარტიის შეხვედრისას ჯონ კერისთან? ძირითადად ორ თემას შევეხეთ. პირველი რა თქმა უნდა წინასაარჩევნო პარემოს თვალისწინებდა. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში მოხდა ესეთი მნიშვნელოვანი დელეგაციის ვიზიტი საქართველოში. ეს არის ჩვენი ქვეყნის წინასაარჩევნო პერიოდი და პლუს ამას პრაქტიკულად საქართველოს სამართლის პარლამენტად გაიმართა საქართველოსა და უკრაინაში. მე მგონი ეს არის ძალიან კაფეო სიგნალი ყველასთვის და განსაკუთრებით ჩვენი საზოგადოებისათვის. ამიტომაც ბუნებრივია შევეხეთ ყველა იმ საჭიროებათა საკითხს, მათ შორის საშინაო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, დემოკრატიულ რეფორმებს, წინასაარჩევნო გარემოს, ისევე როგორც საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებს. თქვენი პარტია იყო თუ არა განსაკუთრებულად კრიტიკული გარემოს შეფასებისას და ეს ინფორმაცია თქვენგან მიიღო ჯონ კერიმ თუ ის იყო ინფორმირებული? ჩვენი პარტია როგორც ყოველთვის იყო განსაკუთრებულად ობიექტური. ეს ნიშნავს იმას, რომ შევეხეთ ბუნებრივია კინო საკითხებსაც, იმასაც რასთან დაკავშირებით ვართ კრიტიკულები, ალბათ წარმოუდგენელი იქნებოდა არ შევხედოთ კაბელების თემას, ეგრეთ წოდების, რომელიც კარგად იცოდა პაკეტი. თუმცა იქ რომელიც არის სულთახვედრაში იმ დოკუმენტთან, რომელიც ჩვენ შევემუშავეთ და პარლამენტში წარვადგინეთ, ეგრეთ წოდებული ქცევის წესები, ეთიკის კოდექსი, სადაც ძირითადად აქცენტი არის გაკეთებული იმაზე, რომ ჩვენ სახელმწიფოებრივად აზროვნება უნდა დავიწყოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვიწროპარტიული პირადი ინტერესები უნდა გადავიდოთ გვერდზე და მოსახლეობასთან წავდგეთ პროგრამები, წავდგეთ პლატფორმები, წავდგეთ იმ თემებით, რომ თუ რატომ შეგვიძლია უკეთესი ქვეყნის შედება, თუ როგორ შეგვიძლია თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს უკეთესი მომავალი არა მხოლოდ შევფრიძეთ, არამედ აღუსრულოთ ჩვენ მოსახლეობას და ასე შემდგომ. სწორედ ამ თემებზე გაამახვილა ბატონ კერიმ თავისი ყურადღება, რაც სულთახვედრაში იყო თავისუფალ დემოკრატების შეთავაზება. ბატონო ვიქტორ, რა სხვაობაა თქვენს მიერ მიწოდებულ ინფორმაციასა და ნაციონალური მოძრაობის მიერ გაცემულ ინფორმაციას შორის? აი ეს იყო თანაბარი ტიპის კრიტიკა თუ დაემთხვა თქვენი მოსაზრებები ერთმანეთს საჩივილებთან დაკავშირებით, რაც არსებობს ამ ეტაპისთვის? ეხლა ეს ქვეყანა ყველასია, თანაბრად ბუნებრივია, ყველა პრობლემა თანაბრად აისახება ყველა ეს თავისუფალი დემოკრატია, ნაციონალური მოძრაობა, ქართული ოცნება თუ ნებისმიერ წარმომადგენელი და უბივატელი ჩვენი თანამოქალაქე და არ არის გასაკვირი, რომ ასეთ გარკვეული ერთიანი პრობლემებიც იყოს, მაგრამ სხვადასხვა პრობლემებიც იყოს. ჩვენ თავისუფალი დემოკრატები ვფიქრობ ამით გამოვირჩევით, იმიტომ რომ ჩვენ ესეთი არაობიექტური და საფუძვლო და ჭორებზე დაფუძნებული არც კრიტიკა გვიყვარს და არც მithმა ჩვენ ვეფუძნებით ძირითადად პროფესიონალური მთავრობის მომავალი თქვა ხელისუფლების ჩამოყალიბებას და იმიტომაც ვიბრძვით პარლამენტში რაც შეიძლება სოლიდურად შესვლისთვის ზოგს შეიძლება რაღაც განსხვავებული წარმოდგენები გქონდეს და რაღაც სხვადასხვა ინფორმაცია სხვადასხვანაირი სახით მიაწოდოს, ნაციონალურ მოძრაობას თავისი სტილი აქვს, თავისი ინდივიდუალური დამოკიდებულებები აქვს საკითხებთან დაკავშირებით და მე მათი წესრიგში არ ჩაჯდომას ვაპირებ და მართალიკად ნაკლებად მაინტერესებს. ჩვენი დღის წესრიგი ვაქვს და ჩვენი დღის წესრიგი ნიშნავს იმას, თუ როგორ უკეთეს პირობებს შევუქმნით ჩვენს თანამოქალაქეებს მომავალში ამ ძალიან მძიმე ეკონომიკურ სოციალურ ფონის გამოსწორებას. როგორ უკეთესი პენსია შეიძლება მივცეთ ჩვენს პენსიონერებს, როგორი უკეთესი ხელფასი შეიძლება ჩვენ შევთავაზოთ ჩვენს თანამოქალაქეებს და ასე შემდგომ. ამიტომ რა თქმა უნდა ამ ხრივ ჩვენ განსხვავდებით და
გასაგებია. ბუნებრივია ეს ძალიან ნორმალური პროცესია. ბატონო ვიქტორ, რაც შეეხება შედეგს ჯონ კერის ვიზიტის, დღეს პრემიერმა მთავრობის ხდომაზე თქვა, რომ ჯონ კერის საქართველოს ვიზიტი დასრულდა ხელშესახები ძალიან კონკრეტული შედეგებით. გაიზიარებდით თუ არა ამ მოსაზრებას? კონკრეტული და ხელშესახები ნამდვილად არის ის, რომ ამ პერიოდში ბატონი ჯონ კერი იყო საქართველოში. ეს უკვე შედეგია მეწმუნეთ, გამომდინარე იქიდან, რაც დავიწყე, რომ ეს ძალიან კაფიო სიგნალია ყველასთვის და განსაკუთრებით ჩვენი თანამოქალაქეებისათვის და მე ვიტყოდი განსაკუთრებით იმ სეგმენტისა ჩვენი თანამოქალაქეების, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს და სკეპტიკურად უყურებენ საერთოდ ამ ინტეგრაციულ პროცესებს. ასევე შედეგი არის ის, რომ და იქნება იმედია კიდევ უფრო მეტი, თუ კი ვარშავის სამიტზე შენარჩუნდება ბუხარესტის სამიტის სულისკვეთება და კიდევ ერთხელ აღინიშნება, რომ საქართველოს დიახაც გახდება ნატოს წევრი და მეორე თავდაცვიანობის ამაღლება იქნება ამ ხილ პრიორიტეტი და უელსის პაკეტი კიდევ უფრო გაძლიერდება და განვითარდება. დიდი მადლობა ვიქტორ. მემორანდუმს თავი დავანებოთ მოდისკიფით გაწყვეტინებ. ის მემორანდუმი, რომელსაც წელი მოეწერა, ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნდამენტი, ესეთი ძლიერი, კარგი გაგებით, შინაარსობრივი გაგებით ამბობ დოკუმენტი. ჩვენ პრაქტიკულად არ გქონია აქამდე და მინდა რომ ხაზერში დაგვნიშნო ეს რა თქმა უნდა წარმატება. დიდი მადლობა ვიქტორ დოლიძეს, თავისუფალი დემოკრატიის წარმომადგენელს, რომელიც გვიზიარებდა თავის შეფასებებს ჯონ კერის ვიზიტთან დაკავშირებით. ჟიჟილაშვილის სტუდია დღის 4-ზე.